საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლისთავთან დაკავშირებით სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მეუფე შიოს კურთხევით გურიის ეპარქიაში ცენტრალური ბიბლიოთეკის დარბაზში საჯარო ლექცია გაიმართა. ღონისძიების ფარგლებში პროფესორებმა ალექსანდრე დაუშვილმა და ელდარ ბულულაშვილმა ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების ისტორიულ მნიშვნელობასა და ამ მოვლენასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე ისაუბრეს. უშუალოდ სალექციო თემა კი ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყნის სტატუსი გახდათ, რომელსაც საქართველოს საუკუნეები ატარებს. ლექციას გურიის ეპარქიაში მყოფი სასულიერო პირებიდან მრევლი დაესწრო. ლექციის შეხვედრები საქართველოს სხვადასხვა ეპარქიაში ეტაპობრივად იმართება და ქრისტიანული მემკვიდრეობის მნიშვნელობის კიდევ ერთხელ გააზრებას გულისხმობს. მოგეხსენებათ, წელს საქართველოში აღინიშნება ქრისტიანობის სახელმწიფო რელიგიად გამოცხადების 1700 წლის თავი. აი ამ დღესასწაულთან დაკავშირებით პატრიარქი შიო მესამეს კურთხევით ჩვენთან ჩამობზადნენ მეცნიერები, ისტორიკოსები, რომლებიც მოხსენებით წარდგებიან სწორედ აი ამ ქრისტიანობის ამ თარიღთან დაკავშირებით და შეკრება მეუფე იოსების ლოცვა კურთხევით ხდება ეპარქიაში, ეპარქიის სამღვდელოებასთან, მრევლთან ერთად. ეს გაგრძელდება 3 დღის განმავლობაში, ჩატარდება როგორც ოზურგეთში, ასევე ლანჩხუთში, ჩოხატაურში და ყველანი ერთად აღნიშნავთ აი ამ დიდებულ დღესასწაულს. მიმდინარე წელს სრულდება 1700 წელი საქართველოში ქრისტიანობის სახელმწიფო სარწმუნოებად გამოცხადების შესახებ. ამ თარიღთან დაკავშირებით უკვე სამზადისი 4 წლის წინ დაიწყო და ამის შემადგენელი ნაწილია ის, რომ გარკვეული მეცნიერ მკვლევარების ჯგუფი საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დადის აღნიშნული თემატიკასთან დაკავშირებით სხვადასხვა ლექციების ჩასატარებლად. წელს ჩვენ სწორედ გურიის მხარეს ვეწვიეთ და ჩვენი მოხსენების ძირითადი თემა ეხება ღვთისმშობლის წილხდომობის საკითხს და მის მნიშვნელობას. და სწორედ თემა აღნიშნული საკითხის გაშუქებას მიეძღვნება. სწორედ ღვთისმშობლის წილხდომილობა იყო საფუძველი იმისა, რომ საქართველოში მოციქულებმა იქადაგეს და თვით წმინდა ნინოს 8 წლიც ღვთისმშობლის წილხდომობის საკითხს უკავშირდება.